სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, რომელიც ბიბლიური კითხვები და პასუხებია და ჩვენ უახლოვდებით უკვე 32 ნაწილის ბოლოს, მე მგონი ბოლო და მეორე კითხვა ეს თუ არ მეშლება. იმის და მიხედვით ჯონი როგორ დაამთავრებს ამას მიხვდებით, რომ ბოლო კითხვას ითხოვს, რომ ბოლო კითხვა დაისვოს ამის შემდეგ. ესეც ალბათ ახალგაზრდა პიროვნების მიერაა დასმული, მელისა ახალგაზრდა უნდა იყოს პატარა ბავშვი და მე მახსოვს ხოთაშორის ეს კითხვა აუდიო ჩანაწერებიდან. მე მგონი ჯერ ვიდეო არ არის დაწყებული, მაგრამ აუდიო ჩანაწერები ძალიან ათლად მახსოვს და ძალიან მომეწონა ესეთი მარტივი კითხვა-პასუხით გარკვევა ამ რთული საკითხისა, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს. გუში ქალბატონიც მეკავშირდებოდა წერილობით, რომ მათ სუაღელობს მას რამოდენიმეჯერ დამიკავშირდა ადრეც, აღელობს მას თავისი ქრისტიანობა, თავისი შვილების ქრისტიანობა, რამდენად არიან ქრისტიანები და გადავრჩებით თუ არა და ეს ყველას იმაში არის სხვათა შორის პრობლემებში, კითხვებში აღელვებთ ადამიანებს, როგორ გავიგოთ ვარ თუ არა ქრისტიანი. აი ძალიან მარტივად ჯონ მაკარტური ამას ახლა თქვენ დაგააწმუნებთ და თქვენს ტესტი შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენ თავზე. და ძალიან კაი ტესტია სხვათა შორის, ძალიან ადვილად მისახვედრი, იმიტომ რომ ადამიანები ჭოჭმარობენ, რომ სატანა არის, რომელიც ჩვენში ამ ეჭვს ბადებს, გესმით? და სატანაა ყოველთვის, ხო, ეს ჩვენი ცოდვილი ბუნებაც რა თქმა უნდა ხელს არ უწყობს ამას, ხო? წარსულის ეჭვები და ისეთი შეცდომები, რომელსაც შეიძლება ყოველდღე უშვებენ ადამიანები. და მათ აინტერესებს ესე იგი მართლმადიდებლობა ამაზე კარგ პასუხს არ გვაძლევს. და მათი პასუხი არის, იცი რა, შენ ეს ქრისტიანი არ ყოფილხარ, მოდი ისევ ჩვენთან აღსარებები, აბამიტევებები და ეს ცნობილი კათოლიკური დანაშაულის გრძნობა იცით, ხო, კათოლიციზმში, რომ მუდამ აღსარებებზე და მონანიებებზე და იმაზე მიდიან. და ეს არ არის ქრისტიანობაში. ქრისტიანმა უნდა გაარკვიოს პირველ რიგში რა არის და არ უნდა შეეშინდეს თუ შეცდომებს დაუშვებს, უბრალოდ უნდა იყოს სულიერი ზრდა და იგივე შეცდომებს კიდევ და კიდევ დაშვება არ არის კარგი, მაგრამ ესეც არ ამბობს იმას, რომ შენ ქრისტიანი არ ახარ. ქრისტიანი არ არის ის ადამიანი, ვინც უარყოფს შეგნებულად იესო ქრისტეს. მოდი ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ. და არიან სუსტი ქრისტიანები, არიან ძლიერები, არიან ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ და კარგად მიდის სულიერი ზრდა მათი ჩქარა, სულიერი ნაყოფებს ჩქარა იღებენ, მაგრამ არანაირად თქვა იმ მეორე ადამიანზე ქრისტიანი არ არის, რომელსაც არ დაუგმია ქრისტეს ახალხოდ, ხო? და ზურგი არ უქცევია და ცოდვაში არ ცხოვრობს გამუდმებით, ესე იგი, უწყვეტ ცოდვაში არ ცხოვრობს და ამითი გმობს იესო ქრისტეს, არანაირად არავის არ შეუძლია თქვას, რომ ის ქრისტიანი არ არის. მოდით აი მოусმინოთ ძალიან მარტივად ბავშვს რა კარგად უხსნის ჯონ მაკარტური ამას. როგორ გავიგოთ ვარ თუ არა ქრისტიანი. სალამი მოგესალმებით ჯონ, მე მქვია მელისა და მე არა ვარ დარწმუნებული. შეგიძლიათ მითხრათ, როგორ გავიგო ვარ თუ არა ქრისტიანი. ნება მომეცით დაგისვათ შეკითხვა, ჯონ მაკარტური პასუხობს მას. გჯერათ, რომ იესო ქრისტე მოვიდა სამყაროში, როგორც ღმერთი ადამიანის სხეულში? დიახ. გჯერათ, რომ იესო ჯვარზე მოკვდა თქვენი ცოდვებისათვის? დიახ. გჯერათ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს? დიახ. გჯერათ, რომ სამოთხეში წასასვლელად უნდა გიყვარდეს და გყავდეს იესო როგორც შენი მხსნელი? დიახ. თქვენ მას თხოვეთ, რომ ის თქვენი მხსნელი გახდეს? დიახ. სწორედ ეს ნიშნავს, რომ იყო ქრისტიანი. ახლა საიდან იცი ეს? მე გეტყვით როგორ. იმიტომ რომ ასე წერია ბიბლიაში. ხედავთ? ვინ დაწერა ბიბლია? იესო ქრისტემ. დიახ, ღმერთმა გააკეთა სულიწმინდის მეშვეობით. შეგიძლიათ ენდოთ ღმერთის ნათქვამს? დიახ. აბა, მოусმინეთ რა თქვა მან? თუ გჯერათ, რომ იესო მოკვდა, აღდგა, თუ გჯერათ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით და აღიარებთ მას უფლად, გადარჩებით. გჯერათ ამისი? დიახ. მაშინ შენ ქრისტიანი ხარ მელისა. რა არის შენი გულის სურვილი? ძვირფასო მელისა. აი რა გწადია გულით ყველაზე მეტად? რა არის თქვენი ყველაზე ესეთი ღრმა სურვილი თქვენს გულში? სამოთხეში წასვლა. გასაგებია სამოთხეში წასვლა, ეს არის სამომავლო საკითხი. აი ეხლა ამ დედამიწაზე, ამ ცხოვრებაში, რა არის შენ გულში ყველაზე სასურველი რამ, რაც შენ გინდა, სანამდე ამ დედამიწას დატოვებდი? რა გინდა შენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად? ბებია და ბაბუა რომ ქრისტიანები იყვნენ. ხედავ, ესე იგი რომ ბებია და ბაბუა ქრისტიანები იყვნენ, ხომ? როგორ ფიქრობ?
ვინ აღძრა ეს სურვილი შენში? ეშმაკმა? სატანამ? არა. მაშინ ვინ? ღმერთმა. ხო და ვინ აჩენს იქ ასეთ სურვილებს? ღმერთი. ესე იგი ვინ არის შენ ცხოვრებაში? ვინ მუშაობს შენ ცხოვრებაში და ვინ აღძრავს ასეთ სურვილებს? იესო. ესე იგი შენ ვინ ახარ? ქრისტიანი. თუ იესო გიყვარს, თუ იესოს გიჯერას, ესე ქრისტიანი ხარ. გაიგე ახლა მელისა? მე მჯეროდა რომ შენ ამას გაიგებდი. ასე რომ თქვენ უკვე იცით, როცა ქრისტიანი ხართ, რისიც გწამთ და რისი იმედიც აგაქვთ. და ყველაზე მეტად რაც გსურთ თქვენს გულში. გესმით ხომ? დიახ. მოგწონს ეკლესიაში სიარული? დიახ. მოგწონთ იმის მოსმენა, რომ ადამიანებს ასწავლიან ბიბლიას? დიახ. მოგწონთ ქრისტიანული სიმღერები? დიახ. მოგწონთ ღვთისმსახურება, რომელსაც ჩვენ ვეწევით? დიახ. ხო და ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, ჩემო მელისა. მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ, რომ თქვენ ხართ ქრისტიანი. კიდევ ერთი შეკითხვა, ეს იყოს ბოლო და არა უკანასკნელი. მადლობა მელისა კიდევ ერთხელ.